როგორი იყო ლომთან პირისპირ შეხვედრა რომის კოლიზეუმში, რას აკეთებდნენ ქრისტიანები სიკვდილის წინ, რაც თქვენ არ იცოდით 50,000 ადამიანი ყვირის. მცხუნვარე მზე. გამხმარი სისხლით შეღებილი ქვიშა. და თქვენ იქ ხართ, ფეხშიშველი, იარაღის გარეშე, გესმით იმ ცხოველის ღრიალი, რომელსაც ვერ ხედავთ. ეს იყო უკანასკნელი სცენა, რომელიც ათასობით ქრისტიანმა იხილა ძველ რომში. მაგრამ ის რაც ხდებოდა ამ მომენტამდე საათებით, დღეებით ადრე, არენის ქვეშ მდებარე ბნელ საკნებში თითქმის არასოდეს ხვებიან. და სწორედ აქ არის ამ ისტორიის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი. კოლიზეუმი არ იყო მხოლოდ ამფითეატრი. ის იყო სანახაობის მანქანა, რომელიც შექმნილი იყო თანაბარი პროპორციით შთაბეჭდილების მოსახდენად და დასაშინებლად. გაიხსნა ქრისტეს შემდეგ 80 წელს იმპერატორ ტიტუსის დროს, შენობას შეეძლო 50,000-დან 80,000-მდე მაყურებლის დატევა. მისი ტრიბუნები თითქმის 50 მეტრის სიმაღლეზე იყო აღმართული, რაც 15 სართულიანი შენობის ტოლფასია. ცენტრალური არენა იყო 83 მეტრის სიგრძეში და 48 მეტრის სიგანეში, დაფარული სქელი ქვიშის ფენით, რომელიც შთანთქავდა სისხლს და აადვილებდა დასუფთავებას სანახაობებს შორის. სიტყვა არენა მომდინარეობს ლათინურიდან და ნიშნავს ქვიშას. სახელი უკვე მიუთითებდა მის ფუნქციაზე. მაგრამ ტერორის ნამდვილი ინჟინერია საზოგადოების თვალისთვის უხილავი იყო. ამ ზედაპირის ქვეშ არსებობდა უხილავი სამყარო. ჰიპოგეუმი, როგორც მას უწოდებდნენ, შედგებოდა 2 მიწისქვეშა დონისგან, 80-ზე მეტი ვერტიკალური შახტით და დერეფნების ქსელით, რომელიც თითქმის 600 მეტრზე ვრცელდებოდა. იქ იმყოფებოდნენ ცხოველები, გლადიატორები, სცენის აღჭურვილობა და მსჯავრდებულები. თოკებითა და ჭოჭონაქებით მომუშავე ლიფტებს შეეძლოთ წამებში გაეჩინათ ლომი არენის ცენტრში. ეფექტი თეატრალური იყო. შიში, რეალური. ქრისტიანებმა ამ სისტემის ყოველი დეტალი იცოდნენ მანამ, სანამ მასში ჩააგდებდნენ. ქრისტიანები, რომლებიც იქ ხვდებოდნენ, არ მოდიოდნენ ჩვეულებრივი სასამართლოებიდან. ყველაზე ინტენსიური დევნის პერიოდში, განსაკუთრებით ნერონის, დომიციანეს, დეციუსისა და დიოკლეტიანეს დროს საკმარისი იყო ანონიმური დასმენა, უკმაყოფილო მეზობლის ჩვენება ან საჯარო უარი რომაული ღმერთებისათვის მსხვერპლშეწირვაზე. პროცესი იყო მოკლე. განაჩენი კი თითქმის ყოველთვის ერთი და იგივე, damnatio ad bestias. მსჯავრდება მხეცებისათვის. დაფიქრდით, რას ნიშნავდა ამ განაჩენის მიღება. არ არსებობდა გასაჩივრება. არ არსებობდა ტექნიკური დაცვა. არ არსებობდა მეორე შანსი. ბრალდებული პირდაპირ გადაჰყავდათ ამფითეატრის საკნებში, სადაც ის დღეებს ან კვირებს ელოდა, სანამ მისი სახელი თამაშების პროგრამაში ჩაიწერებოდა. რომაული კალენდარი წელიწადში 170-ზე მეტ საჯარო სანახაობის დღეს ითვალისწინებდა. ყოველთვის იყო ადგილი კიდევ ერთი სიკვდილით დასჯისათვის. საკითხავი არასოდეს იყო თუ არამედ როდის. და ლოდინი სასჯელის ნაწილი იყო. მიწისქვეშა საკნებში თითქმის სრული სიბნელე სუფევდა. ჭერზე არსებული მცირე ღიობებიდან შემოდიოდა სინათლის სხივები, რომლებიც ძლივს ანათებდნენ გვერდით მყოფის სახეს. სუნი იყო ნესტიანი ჩალის ადამიანის ნარჩენებისა და გარეული ცხოველების დამახასიათებელი სუნის ნაზავი. ლომები, ლეოპარდები, დათვები და ხარები ახლო მდებარე გალიებში იმყოფებოდნენ, ზოგჯერ პატიმრებისგან მხოლოდ რკინის კისოსებით გამოყოფილი. მშიერი მტაცებლის ღრიალი დერეფნებში დღის ან ღამის ნებისმიერ დროს ისმოდა. შეუძლებელი იყო ნამდვილი ძილი. რომაელი გუშაგები მუდმივად პატრულირებდნენ. თითოეული საკანი იკეტებოდა გამაგრებული ხის ძელებითა და ბრინჯაოს საკეტებით. ჯაჭვები ბოჭავდა ყველაზე საშიში ან სანახაობისთვის ყველაზე ღირებული პატიმრების კოჭებს. გაქცევა მათემატიკურად შეუძლებელი იყო. დაფიქსირებული მცდელობები ყოველთვის ერთნაირად სრულდებოდა. დაუყოვნებლივი შეპყრობა და ვადაზე ადრე სიკვდილით დასჯა, ჩვეულებრივ მახვილით არენის საეჭვო პატივის გარეშე. ვინც გაქცევას ცდილობდა, კარგავდა საზოგადოების წინაშე სიკვდილის უფლებასაც კი. კვება გათვლილი იყო დასასუსტებლად. ხმელი პური, წყალი და ხანდახან მარცვლეულის თხელი ნახარში. არა ეკონომიის გამო იმპერიას რესურსები ჭარბად ჰქონდა, არამედ სტრატეგიის გამო. დასუსტებული პატიმრები ნაკლებ წინააღმდეგობას უწევდნენ. ასევე არსებობდა სანახაობრივი გათვლა, გამხდარი და სუსტი მსჯავრდებული უფრო დრამატულ კონტრასტს ქმნიდა კუნთოვან მხეცთან, რომელიც მას თავს დაესხმოდა. ვიზუალური უთანასწორობა გართობის ნაწილი იყო. ყოველი დეტალი გათვლილი იყო მაყურებელზე მაქსიმალური ზემოქმედების მოსახდენად. მაგრამ იყო რაღაც, რასაც რომი ვერ აკონტროლებდა. ლოდინის დრო საგრძნობლად ვარირებდა.
ზოგიერთი პატიმარი მხოლოდ 3 ან 4 დღე ელოდა. სხვები საკნებში ერთ თვეზე მეტ ხანს რჩებოდნენ, თამაშების პროგრამისა და ხელმისაწვდომი მსჯავრდებულების რაოდენობის მიხედვით. გაურკვევლობა ფსიქოლოგიური სასჯელის ნაწილი იყო. არ ცოდნა იმისა, თუ როდის გამოგიძახებდნენ, ნიშნავდა ყოველი განთიადის ისე გატარებას, თითქოს ის უკანასკნელი ყოფილიყო. დერეფანში ნაბიჯების ხმა შეიძლება ყოფილიყო დღის ულუფა ან საბოლოო გამოძახება. კარის გაღებამდე გარჩევა შეუძლებელი იყო. ზოგიერთი პატიმარი არენაზე გასვლამდე ჭკვიდან იშლებოდა. სხვები თვითმკვლელობას ცდილობდნენ, საკუთარ ენას სისხლდენამდე იკვნეთდნენ, თავს ქვის კედლებს ახლიდნენ, უარს ამბობდნენ საკვებზე სხეულის კოლაფსამდე. გუშაგებს ჰქონდათ ბრძანება აღეკვეთათ ეს ნაადრევი სიკვდილი. სანახაობა მოითხოვდა ცოცხალ მსხვერპლს. დროზე ადრე სიკვდილი ნიშნავდა მაყურებლისთვის დაპირებული გართობის მოპარვას. მსჯავრდებულებს შორის ყველანაირი ადამიანი იყო. გზის ყაჩაღები, არმიიდან დეზერტირები, აჯანყებული მონები, შორეული პროვინციებიდან ჩამოყვანილი სამხედრო ტყვეები. მაგრამ ქრისტიანები ცალკე კატეგორიას ქმნიდნენ. ისინი იქ არ იყვნენ ადამიანების ან საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო. ისინი იქ იყვნენ ღმერთების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო. და ეს ყველაფერს ცვლიდა. რომაული ლოგიკა იყო მარტივი და სასტიკი. იმპერია ფუნქციონირებდა ღვთაებრივი პანთეონის მფარველობის ქვეშ. იუპიტერი, მარსი, ვენერა და ათობით სხვა ღვთაება უზრუნველყოფდნენ რომის კეთილდღეობას მსხვერპლშეწირვისა და რიტუალების სანაცვლოდ. ამ სისტემაში მონაწილეობაზე უარის თქმა უფრო მეტი იყო, ვიდრე რელიგიური შეურაცხყოფა, ეს იყო პოლიტიკური ღალატი. ქრისტიანები აცხადებდნენ რა, რომ არსებობდა მხოლოდ ერთი ღმერთი და იესო იყო ერთადერთი უფალი, უარყოფდნენ თავად იმპერატორის ღვთაებრიობას. რომაული ტერმინებით ეს ტერორიზმის ტოლფასი იყო. ტერორისტები კი საჯარო სიკვდილს იმსახურებდნენ. რა ხდებოდა მაშინ არენაზე გასვლამდე ბოლო საათებში? გადარჩენილი ცნობები სხვადასხვა წყაროდან მოდის, ეპისკოპოსების წერილებიდან, წამების აქტებიდან, ქრისტიანული თემების მიერ შენახული მოწმობებიდან და რომაელი ისტორიკოსების დაკვირვებებიდანაც კი. სურათი, რომელიც იკვეთება გასაოცარია. მაშინ, როცა სხვა პატიმრები ყვიროდნენ, ვაჭრობდნენ ან გუშაგების მოსყიდვას ცდილობდნენ, ქრისტიანები რაღაც სხვას აკეთებდნენ. ისინი იკრიბებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რწმენის აღსარება ეკრძალებოდათ და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ, ისინი პოულობდნენ გზებს ერთად სალოცავად. სხდებოდნენ წრეებად საკნების ყველაზე ბნელ კუთხეებში. საუბრობდნენ დაბალი ხმით, თითქმის ჩურჩულით. ზოგიერთმა ზეპირად იცოდა მთელი ფსალმუნები, განსაკუთრებით 23 ფსალმუნი, სიტყვებით სიკვდილის აჩრდილთა ველზე გავლის შესახებ. სხვები იმეორებდნენ ფრაზებს მათეს სახარების მეათე თავიდან, სადაც იესო აფრთხილებს, რომ მისი მიმდევრები გადაეცემიან სამსჯავროებს და გაიროსგებიან, მაგრამ სული ილაპარაკებდა მათ ნაცვლად იმ ჟამს. გუშაგებს არ ესმოდათ. ამ სიმშვიდეში იყო რაღაც დამაბნეველი. რომაული ადმინისტრაციული დოკუმენტები აღრიცხავენ ჯარისკაცების სირთულეს ამ ქცევის გაგებაში. მეორე საუკუნის ერთი მემორანდუმი ახსენებს ქრისტიან პატიმრებს, რომლებიც ლუგალობდნენ ჰიმნებს თავიანთ ღმერთს ისე, თითქოს ნადიმზე ყოფილიყვნენ და არა დილეგში. ფრაზა დაწერილი იყო ზიზღით. მაგრამ ზიზღის მიღმა იმალებოდა ნამდვილი უხერხულობა. როგორ შეეძლო ვინმეს ეგალობა, როცა იცოდა, რომ რამდენიმე საათში ნაკუწებად აქცევდნენ? ჰიმნები არ იყო იმპროვიზირებული. ბევრ ქრისტიანულ თემს უკვე ჰქონდა შემუშავებული სპეციალური საგალობლები დევნის მომენტებისთვის. ზოგიერთი ეფუძნებოდა ებრაულ ფსალმუნებს, ადაპტირებულს ბერძნულ ან ლათინურ ენაზე. სხვები იყო ორიგინალური კომპოზიციები, რომლებიც პირიდან პირში გადაეცემოდა საშინაო ეკლესიებს შორის. ერთი შემონახული ფრაგმენტი საუბრობს ცეცხლში გავლაზე დაუწველად და ლომზე გამარჯვებაზე კრავის სისხლით მინიშნებები, რომლებიც რომაელი გუშაგებისთვის გაუგებარი იყო, მაგრამ ქრისტიანებისთვის ღრმა მნიშვნელობა ჰქონდა. კრავი იყო იესო, რომელიც იერუსალიმში ათწლეულების წინ შეწირეს. სისხლი იყო როგორც მისი, ისე მათი. კავშირი პირდაპირი იყო. ეს არ იყო გულუბრყვილობა. არც რეალობის უარყოფა. ქრისტიანებმა ზუსტად იცოდნენ, რა ელოდათ. ბევრს ნანახი ჰქონდა საჯარო სიკვდილით დასჯა დაპატიმრებამდე. იცოდნენ პროცედურა ნაბიჯ. იცოდნენ, რომ ვიწრო დერეფნით მიიყვანდნენ რკინის კარამდე. იცოდნენ, რომ კარი გაიღებოდა ხმელთაშუა ზღვის დამაბრმავებელი მზის შუქზე. იცოდნენ, რომ ბრბო ყვირილით აფეთქდებოდა მათი დანახვისას.
იცოდნენ, რომ არენის მეორე მხარეს მშიერი ცხოველი უკვე გაღიზიანებული იქნებოდა თავდასხმისთვის. ბედისწერაში საიდუმლო არ არსებობდა. ერთადერთი საკითხი იყო, როგორ შეხვედროდნენ მას. და იქ, ბნელ მიწის ქვეშეთში, ისინი ემზადებოდნენ ერთადერთი გზით, რომელიც იცოდნენ. ლოცულობდნენ. არ ლოცულობდნენ გადარჩენისთვის, ყოველ შემთხვევაში, არა ფიზიკური სიკვდილისგან. ლოცულობდნენ, რომ არ უარეხოთ რწმენა წამების ქვეშ. ლოცულობდნენ, რომ შიშს არ დაეძლია ისინი. ლოცულობდნენ, რომ მათ მოწამეობას, აგონიის დროსაც კი რაღაც ეთქვა მათთვის, ვინც უყურებდა. ზოგიერთი დოკუმენტი ახსენებს ქრისტიანებს, რომლებიც ნებაყოფლობით მარხულობდნენ ბოლო საათებში, უარს ამბობდნენ გუშაგების მიერ შეთავაზებულ უკანასკნელ საკვებზე. მათ სურდათ არენაზე ცარიელი კუჭით გასვლა, როგორც დამატებითი მსხვერპლშეწირვა. სხეული უკვე განწირული იყო. სული, არა. სხვები ემშვიდობებოდნენ ისეთი ფორმებით, რაც შოკში აგდებდა დამსწრე რომაელებს. ცოდვების აღსარება ხმამაღლა ხდებოდა საქმის მეგობრების წინაშე. მცირე შეურაცხყოფები მიეტევებოდათ. ძველი წყენა წუთებში ქრებოდა. არსებობს ჩანაწერები ქრისტიანებზე, რომლებიც აცხადებდნენ კონკრეტულ მიტევებას მათ მიმართ, ვინც ისინი ხელისუფლებასთან დაასმინა, ხშირად მეზობლები, კოლეგები ან ოჯახის წევრებიც კი, რომლებსაც სურდათ სახელმწიფოსთან პრობლემების თავიდან აცილება. მიტევების ეს აშკარა აქტი გაუგებარი იყო რომაული მენტალიტეტისთვის. როგორ შეეძლო ვინმეს გაეთავისუფლებინა პასუხისმგებლობისგან საკუთარ სიკვდილზე პირდაპირ დამნაშავე პირი? დაფიქრდით ამ მომენტის ფსიქოლოგიაზე. თქვენ ხართ ბნელ საკანში, დაბორკილი, გესმით გარეული ცხოველების ღრიალი რამდენიმე მეტრის დაშორებით. თქვენ იცით, რომ რამდენიმე საათში ნაკუწებად გაქცევენ ბრბოს წინაშე, რომელიც ყოველ დარტყმას ტაშით შეხვდება. და თქვენ ირჩევთ ბოლო მომენტების დახარჯვას იმის მიტევებაზე, ვინც იქ ჩაგაგდოთ. რომაელებისთვის, რომლებიც დაფუძნებულნი იყვნენ ღირსებაზე, შურისძიებასა და რეციპროკულობაზე, ეს იყო სიგიჟე. ქრისტიანებისთვის ეს იყო იესოს სიტყვების პირდაპირი აღსრულება ჯვარზე. მამაო, მიუტევე მათ, რამე თუ არა იციან, რასა იქმან, შემდეგ დგებოდა მომენტი. რომაელი ოფიცერი ჩადიოდა საკნებში სიითხელში. სახელებს სათითაოდ იძახებდნენ. რჩეულებს ბორკილებს ხსნიდნენ და მიჰყავდათ აღმავალი დერეფნით არენისკენ. სინათლე თანდათან იმატებდა. ხმაურიც. ჯერ შორეული გუგუნი, შემდეგ კი ადამიანური ღრიალი, რომელიც ცხოველებისას ეჯიბრებოდა. 50,000 ხმა შერწყმული ერთიან ბგერით ტალღად. კარი იღებოდა. მსჯავრდებული ფეხშიშველი შედიოდა ცხელქვიშაზე. უმეტესობას მხოლოდ უბრალო ტუნიკა ეცვა, ზოგჯერ უკვე დახეული ტყვეობის დღეებისგან. არანაირი იარაღი, ფარი ან რაიმე დაცვა. ზოგიერთი სიკვდილით დასჯისას ქრისტიანებს ქვიშაში ჩარჩობილ ხის ბოძებზე აბამდნენ, რათა განძრევა ვერ შეეძლოთ. სხვებს თავისუფლად უშვებდნენ სარბენად, არა მოწყალების გამო, არამედ დამატებითი გართობისთვის. ბრბოს უყვარდა იმის ნახვა, თუ როგორ ცდილობდა მსხვერპლი გაქცევას. დევნა შოუს ნაწილი იყო. არენის მეორე მხარეს მომთვინიერებლები გალიებს აღებდნენ. ქრისტიანების სიკვდილით დასჯისას გამოყენებული ცხოველების შემთხვევით არ ირჩეოდა. აფრიკული ლომები ყველაზე პრესტიჟული იყო, ჩამოყვანილი ისეთი რეგიონებიდან, როგორიცაა ნუმიდია, დღევანდელი ალჟირი, რაც ცენტურიონის ძლიური ხელფასის ტოლფასი ჯდებოდა. ზრდასრული მამალი ლომი იწონიდა 190-დან 250 კილოგრამამდე. საშუალო ზომის 3 რომაელი მამაკაცის ტოლფასი. მისი ეშვები 8 სანტიმეტრამდე აღწევდა. ერთ კბენას შეეძლო ადამიანის თავის ქალის გაჭყლეტა, როგორც მციფე ხილისა. მაგრამ იმპერია მხოლოდ ლომებს არ იყენებდა. ლეოპარდები უფრო სწრაფები და არაპროგნოზირებადები იყვნენ, რომლებსაც შეეძლოთ 6 მეტრამდე მანძილზე გადახტომა ერთი ნახტომით. მურა დათვები იმპორტირებული გერმანიის ტყეებიდან განსაკუთრებით საშინელნი იყვნენ თავიანთი უხეში ძალით, თათის ერთ დარტყმას შეეძლო ზრდასრული მამაკაცისთვის მკლავის მოგლეჯა. გარეული ხარები გამოიყენებოდა მრავალფეროვნებისთვის, ზოგჯერ ცეცხლზე გახურებული რქებით, რათა გამჭოლი ჭრილობების გარდა დამცვრობაც გამოეწვიათ. რომაული კრეატიულობა სისასტიკეში უსასრულო ჩანდა. ცხოველებს თამაშებამდე 2 ან 3 დღით ადრე აშიმშილებდნენ. შიმშილი წვრთნის ნაწილი იყო. ზოგიერთ შუბებითა და ჩირაღდნებით აღიზიანებდნენ წინა საათებში, რათა არენაზე მაქსიმალური მძვინვარების მდგომარეობაში შესულიყვნენ. დაპირისპირება არ იყო ბრძოლა. ეს იყო სიკვდილით დასჯა, ქორეოგრაფიულად დადგმული ისე, რომ გართობას დამსგავსებოდა. ამ ცხოველების შენახვის ხარჯები ასტრონომიული იყო.
ერთი ლომი დღეში დაახლოებით 7 კილოგრამ ხორცს მოიხმარდა იმდენს, რამდენსაც ღარიბი რომაული ოჯახი მთელი კვირის განმავლობაში ჭამდა. ცხოველები შორეული პროვინციებიდან სპეციალური გემებით გადაჰყავდათ, გამაგრებული გალიებითა და მომთვინიერებელთა გუნდებით. ბევრი კვდებოდა ხმელთაშუა ზღვაზე კვირების განმავლობაში მგზავრობისას. გადარჩენილები ჩამოდიოდნენ დასტრესილები, აგრესიულები და არაპროგნოზირებადები. ზუსტად ისე, როგორც ორგანიზატორებს სურდათ. თითოეული სანახაობის უკან არსებული ლოგისტიკა ასობით ადამიანს მოიცავდა, მონადირეებს პროვინციებში, საზღვაო გადამზიდავებს, სპეციალიზებულ მომთვინიერებლებს, ვეტერინარებს, ჰიპოგეუმის ლიფტების ოპერატორებს. ყველაფერი იმისთვის, რომ საჭირო მომენტში გარეული ცხოველი არენაზე მოსაკლავად მზად გაჩენილიყო. რომის სიკვდილში ქონებას აბანდებდა. ასევე არსებობდა სიკვდილის იერარქია, რომელიც ცოტამ თუ იცის. ჩვეულებრივ დამნაშავეებს შუადღის შესვენებისას სჭირდნენ, როცა მაყურებლის ნაწილი სადილად გადიოდა და ტრიბუნები ნახევრად ცარიელი იყო. ქრისტიანები, რადგან სახელმწიფოს განსაკუთრებულ მტრებად ითვლებოდნენ, ხშირად იღებდნენ პრაიმ ტაიმს ნაშუადღებს, როცა ტრიბუნები გადაჭედილი იყო და ყურადღება მაქსიმალური. ეს იყო შებრუნებული პატივი. რაც უფრო მეტად სცულდათ მსჯავრდებული, მით უკეთესი იყო მისი სიკვდილით დასჯის დრო. რომ სურდა ყველას ენახა, რა ემართებოდა მას, ვინც ღმერთებს დაუპირისპირდებოდა. რას ხედავდნენ მაყურებლები, როცა ქრისტიანი არენაზე შედიოდა? უმეტესობა სასოწარკვეთას ელოდა. ყვირილს, ვედრებას, გაქცევის გააფთრებულ მცდელობებს. ეს ჩვეულებრივი სცენარის ნაწილი იყო. მაგრამ ცნობები მიუთითებენ, რომ ხშირად სრულიად სხვა რამ ხდებოდა. ზოგიერთი ქრისტიანი არენის ცენტრისკენ მტკიცე ნაბიჯით მიდიოდა, თითქოს ტაძარში შედიოდა. სხვები მაშინვე მუხლს იყრიდნენ სალოცავად, უგულებელყოფდნენ მოახლოებულ ცხოველს. არსებობს ჩანაწერები მსჯავრდებულებზე, რომლებიც ხმამაღლა გალობდნენ ჰიმნებს, რაც ბრბოს ღრიალშიც კი ისმოდა. მეორე საუკუნის ერთი დოკუმენტი აღწერს ქალს, სახელად ბლანდინას, რომელიც ლიონში აწამეს და რომელიც თავდასხმისას მხოლოდ ერთ ფრაზას იმეორებდა: ქრისტიანი ვარ და ჩვენ შორის ცუდი არაფერი კეთდება. იგი ბოლზე დაკიდეს და მხეცებს მიუგდეს. ცხოველები მას მაშინვე არ დაესხნენ თავს. ორგანიზატორებს მისი გაყვანა და სხვა დღეს დაბრუნება მოუხდათ. როდესაც ის საბოლოოდ გარდაიცვალა მრავალდღიანი სხვადასხვა წამების შემდეგ, ბრბო უფრო შეწუხებული იყო, ვიდრე გართული. ეს პოზიცია მთელ სისტემას აბნევდა. საჯარო სიკვდილით დასჯის მიზანი ორმაგი იყო: სახელმწიფოსთვის საფრთხის აღმოფხვრა და რომის აბსოლუტური ძალაუფლების დემონსტრირება მის მტრებზე. მსჯავრდებულს უნდა ეხვეწა. უნდა დამცირებულიყო. უნდა ყოფილიყო ნეგატიური მაგალითი ყველასთვის, ვინც იმპერიის წინააღმდეგ წასვლას გაბედავდა. როდესაც ეს არ ხდებოდა, სცენარში რაღაც ტყდებოდა. სიკვდილით დასჯა კარგავდა თავისი მიზნის ნაწილს. რომაელი ისტორიკოსები, როგორებიც იყვნენ ტაციტუსი და პლინიუს უმცროსი, თავიანთ ნაშრომებში ახსენებენ ქრისტიანთა ქცევით გამოწვეულ უცნაურობას. პლინიუსი იმპერატორ ტრაიანესადმი მიწერილ წერილში დაახლოებით 112 წელს აღწერს ქრისტიანებს, როგორც ზედმეტი და უკეთური ცრურწმენის მქონე ადამიანებს, მაგრამ აღიარებს, რომ მათ შორის რეალური დანაშაული სიჯიუტის გარდა ვერ იპოვა. ტაციტუსი, რომელიც წერდა ნერონის დევნაზე რომის ხანძრის შემდეგ 64 წელს, აღნიშნავს, რომ ქრისტიანების მიმართ უკიდურესმა სისასტიკემ მოსახლეობაში თანაგრძნობა გამოიწვია, არა იმიტომ, რომ ისინი უდანაშაულოები იყვნენ, მისი თქმით, არამედ იმიტომ, რომ სასჯელი დანაშაულის არაპროპორციული ჩანდა. თანაგრძნობა პრობლემა იყო. რომს არ სურდა მოწამეები. მას სურდა დაშინება. სურდა, რომ შიში ქუჩებში გავრცელებულიყო და ნებისმიერი განსხვავებული აზრი ჩაეხშო. მაგრამ ყოველი სიკვდილით დასჯა, რომელსაც რწმენა უნდა გაეჩუმებინა, უფრო მეტ კითხვას ბადებდა. რა რწმენაა ეს, რომელიც აიძულებს ვინმეს გალობით მოკვდეს? კითხვას მარტივი პასუხი არ ჰქონდა. უპასუხო კითხვები კი ვრცელდება. დააკვირდით, რა ხდებოდა სიკვდილით დასჯის შემდეგ. გვამები გაჰყავდათ სპეციალიზებულ მონებს, რომლებსაც ისინი ლითონის კაუჭებით მიჰქონდათ, რათა ქვიშა ზედმეტი სისხლით არ დაებინძურებინათ. ხდებოდა სწრაფი შესვენება ახალი მსჯავრდებულების შემოსაყვანად. ეფექტურობა პრიორიტეტი იყო. სიკვდილით დასჯილთათვის ოფიციალური დაკრძალვა არ არსებობდა. ნეშტებს ხშირად ყრიდნენ საერთო ორმოებში ქალაქის კედლებს გარეთ, საყოფაცხოვრებო ნაგავსა და ცხოველების ლეშთან ერთად. განზრახვა ნათელი იყო, ქრისტიანებისთვის ყოველგვარი სიკვდილის შემდგომი ღირსების უარყოფა. იდენტიფიცირებადი სხეულის გარეშე არ იქნებოდა საფლავი. საფლავის გარეშე არ იქნებოდა თაყვანისცემის ადგილი.
თაყვანისცემის გარეშე მეხსიერება ადამიანთან ერთად მოკვდებოდა. ეს იყო ლოგიკური გეგმა. მაგრამ ასე არ მოხდა. თავისუფალი ქრისტიანები, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყვნენ დასმენილი, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდნენ მოწამეთა ნეშტების გამოსასყიდად. ღამით მიდიოდნენ ნაგავსაყრელებზე, როცა გუშაგები ნაკლებად ფხიზლობდნენ. ეძებდნენ ძვლებს, ტანსაცმლის ფრაგმენტებს, ნებისმიერ რამეს, რისი იდენტიფიცირებაც შეიძლებოდა. მცირე ფულით ქრთამავდნენ მონებსა და გუშაგებს. ნაპოვნს საიდუმლოდ მოსასხამებისა და ჩალის კალათების ქვეშ მალავდნენ და გადაჰქონდათ კატაკომბებში, ვულკანურ კლდეში გამოკვეთილ მიწისქვეშა გვირაბებში რომის გარშემო, რომლებიც თავდაპირველად გამოიყენებოდა როგორც კარიერები ან სადრენაჟო სისტემები. რისკი უზარმაზარი იყო. სიკვდილით დასჯილი ქრისტიანის ნეშტის მოპოვებისას დაჭერა ნიშნავდა მასთან შეერთებას თამაშების მომდევნო სესიაზე. მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებდნენ. კატაკომბები იქცა პირველ ქრისტიანულ სასაფლავებად. და უფრო მეტიც, ისინი იქცნენ საიდუმლო ეკლესიებად, იმპროვიზირებულ საავადმყოფოებად, თავშესაფრებად ლტოლვილებისთვის. ბნელ კედლებზე, მოციმციმე ჩირაღდნების შუქზე, გაჩნდა ქრისტიანული ხელოვნების პირველი გამოხატულებები. თევზების მარტივი ნახატები, თევზი იყო დაშიფრული სიმბოლო, რადგან ბერძნული ასოების სიტყვისთვის თევზი ჰქმნიდნენ აკროსტიკს იესო ქრისტე, წეხვთისა მაცხოვარი. ღუზები წარმოადგენდნენ იმედს. მწყემსები მხრებზე ცხვრით მოუხმობდნენ კეთილი მწყემსის იგავს. ეს იყო ვიზუალური კოდები რწმენისთვის, რომელზეც საჯაროდ საუბარი არ შეიძლებოდა. ზოგიერთმა კატაკომბამ შეიმუშავა იდენტიფიკაციის რთული სისტემები, რომლებიც საიდუმლო ენასავით მუშაობდა. ქრისტიანული ოჯახები თავიანთი მოწამეების საფლავებს სპეციალური სიმბოლოებით ნიშნავდნენ, რომლებსაც მხოლოდ განდობილები ამოიცნობდნენ. პალმის ტოტი ნიშნავდა გამარჯვებას, არა სამხედრო, არამედ სულიერს. გვირგვინი მიუთითებდა, რომ მიცვალებულმა დაასრულა რბოლა, მოციქულ პავლეს სიტყვებით. თარიღები აღირიცხებოდა არაოფიციალური რომაული კალენდრით, არამედ სიკვდილის წლისთავით, რომელსაც დაბადების დღეს უწოდებდნენ, დაბადებას მარადიული სიცოცხლისთვის. ენა განზრახ იყო შებრუნებული. რასაც რომის სიკვდილით დასჯას უწოდებდა, ქრისტიანები დაბადებას უწოდებდნენ. რასაც რომი დამარცხებას უწოდებდა, ისინი გამარჯვებას უწოდებდნენ. რასაც რომი დასასრულს უწოდებდა, ისინი დასაწყის უწოდებდნენ. წარმოიდგინეთ ამ ფენომენის მასშტაბი. რომაული კატაკომბები 150 კილომეტრზე მეტ კლდეში გამოკვეთილ გვირაბებზე ვრცელდება. ვარაუდობენ, რომ იქ 500.000-დან 750.000-მდე ადამიანის ნეშტია, რომელთა უმრავლესობა პირველი 4 საუკუნის ქრისტიანია. ყოველი სხეული იყო ისტორია. ყოველი იმპროვიზირებული საფლავი იყო ჩუმი წინააღმდეგობის აქტი უდიდესი იმპერიის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოს ოდესმე ენახა. დევნა არ ყოფილა მუდმივი. იყო ფარდობითი ტოლერანტობის პერიოდები უკიდურესი ძალადობის მომენტებს შორის, ზოგჯერ მშვიდობის მთელი 10 წლეულები. მაგრამ როდესაც დევნა მოდიოდა, ის მოდიოდა სრული ძალით. იმპერატორ დეციუსის დროს 250 წელს გამოიცა ედიქტი, რომელიც მოითხოვდა იმპერიის ყველა მოქალაქისგან საჯარო მსხვერპლშეწირვას რომაული ღმერთებისათვის და ამ აქტის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღებას. სერტიფიკატის გარეშე შეუძლებელი იყო ყიდვა, გაყიდვა, მუშაობა ან ნორმალური ცხოვრება. ვინც უარს ამბობდა, მაშინვე აპატიმრებდნენ. დეციუსის დევნა ერთ წელზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა, მაგრამ დატოვა ათასობით დაღუპული და კიდევ უფრო მეტი განდგომილი ქრისტიანები, რომლებიც დანებდნენ ზეწოლას და შესწირეს ღმერთებს სიცოცხლის გადასარჩენად, რამაც გამოიწვია თეოლოგიური კრიზისი იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა მათი თემში დაბრუნება მოგვიანებით. უკანასკნელი დიდი დევნა და ყველაზე სისტემატური მოხდა დიოკლეტიანეს დროს, 303 წლიდან. ეკლესიები საძირკვლამდე დაანგრიეს. წმინდა წერილები საჯარო მოედნებზე დაწვეს. სასულიერო პირები მასობრივად დააპატიმრეს. იმპერიული ბრძანება ნათელი იყო, ქრისტიანობის ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრა, თითქოს ის არასოდეს არსებულა. ზოგიერთ აღმოსავლეთ პროვინციაში ძალადობამ ისეთ დონეს მიაღწია, რასაც რომაელი ოფიცრებიც კი გადამეტებულად მიიჩნევდნენ. ისტორიკოსი ევსები კესარიელი, რომელიც ამ პერიოდში ცხოვრობდა და პირადად შეესწრო მოვლენებს, აღწერს სცენებს, სადაც მთელი ოჯახები ერთად ისჯებოდნენ, ბავშვებს მხეცებს უგდებდნენ მშობლების თვალწინ, წამება კი დღეების განმავლობაში გრძელდებოდა, სანამ საბოლოო სიკვდილი შვებად არ მოვიდოდა. და მაინც რწმენა არ მომკვდარა. დიოკლეტიანეს დევნის დაწყებიდან 10 წლის შემდეგ იმპერატორმა კონსტანტინემ გამოსცა მილანის ედიქტი 313 წელს, რომლითაც ქრისტიანებს რელიგიური თავისუფლება მიანიჭა.
ერთ საუკუნეზე ნაკლებ დროში ქრისტიანობა დევნილი რელიგიიდან რომის იმპერიის ოფიციალურ რელიგიად იქცა. ძველი ღმერთების ტაძრები დაიხურა ან ეკლესიებად გადაკეთდა. კოლიზეუმმა დაკარგა თავისი თავდაპირველი ფუნქცია. თამაშები ქრისტიანების სიკვდილით დასჯით ისტორიას ჩაბარდა როგორც დასრულებული თავი. როგორ მოახერხა რწმენამ, რომელიც გადაშენებისთვის ჩანდა განწირული, არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ იმ იმპერიის დაუფლება, რომელიც მის განადგურებას ცდილობდა. პასუხის ნაწილი იმ მიწისქვეშა საკნებშია. ის არის ლოცვის ჩურჩულში, როცა ყველაფერი დაკარგული ჩანდა. ის არის მიტევების აქტებში, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ შურისძიებისა და ღირსების მთელ რომაულ ლოგიკას. ის არის გარდაუვალი სიკვდილის წინაშე არსებულ დამაბნევალ სიმშვიდეში. ყოველი საჯარო სიკვდილით დასჯა, რომელიც გაფრთხილებად უნდა გამომდგარიყო, უნებლიე მოწმეობად იქცეოდა. ყოველი მოწამე, რომელიც გალობით კვდებოდა, კითხვას თესავდა მაყურებლის გონებაში. რა არის ეს სიმართლე, რომლისთვისაც ასე სიკვდილი ღირს, იმპერიას სურდა რწმენის წაშლა? მან გამოიყენა ლომები, ცეცხლი, מחვილები და გადაჭედილი არენები. სიკვდილით დასჯა მასობრივ სანახაობად აქცია. ქონება დააბანდა სიკვდილის ლოგისტიკაში. და მან მარცხი განიცადა. ყოველი საჯარო სიკვდილი უფრო მეტ კითხვას ბადებდა, ვიდრე პასუხს. კითხვა რომის ქუჩებში თამაშების დასრულებიდან დიდი ხნის შემდეგაც ისმოდა, ქვიშის დაგვიდან დიდი ხნის შემდეგ, მაყურებლების სახლებში დაბრუნებიდან დიდი ხნის შემდეგ. დღეს კოლიზეუმი ნანგრევია. იმპერატორები იქცნენ სახელებად ისტორიის წიგნებში და ქანდაკებებად მტვრიან მუზეუმებში. მაგრამ რწმენა, რომლის განადგურებასაც ცდილობდნენ, დედამიწის ყველა კონტინენტზე გავრცელდა. არსებობს ირონია, რომელსაც ისტორია არ უშვებს. რომაული ძალაუფლების უმაღლესი სიმბოლო იქცა პილიგრიმობის ადგილად მათ სულიერ მემკვიდრეთათვის, ვისაც რომი ლომებს უგდებდა. ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს კოლიზეუმს. ბევრ მათგანს ყელზე ჯვარი ჰკიდია. ზოგჯერ ის, რაც აბსოლუტურ დამარცხებად ჩანს, მხოლოდ დასაწყისია იმისა, რასაც ვერცერთი იმპერია ვერ შეაჩერებს.